ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. საღამოშტობისა ეთერშია ინფორმატორი ლაილაისთან ერთად და მოდით კიდევ ერთხელ გავიხსენოთ თუ რა მოხდა საინტერესო დღეს 31 მაისს ხოთეშორის გაზაფხულის ბოლო დღეს ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში. ბათვინს ჩვენს გადაცემაში ტოროლაში გამარჯვებულნი იყვნენ და ბოულინგის მოსაწვევები ვერგოთ ბოულინგ ცენტრში ფინალურ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ახლა სწორედ ამის შესახებ ნახავთ სიუჟეტს. დღევანდელი აქცია არის ფინალური შეხვედრა, უკვე 3 კვირის განმავლობაში ჩვენთან მიმდინარეობდა შესარჩევი ტური. თვითონ მონაწილეები შეირჩა პირველ სტერეოზე გადაცემა ტოროლაში, ვიქტორინა ჩატარდა და ვიქტორინაში გამარჯვებულებს გადაეცათ მოსაწვევი ბოულინგში, ბოულინგ შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად და აირჩა 6 საუკეთესო გუნდი, რომლებიც დღეს ასპარეზობენ. და მათი ენთუზიაზმიდან გამომდინარე მე ვიტყოდი რომ საკმაოდ აქტიურად ჩაერთენ ამ ასპარეზობაში. ბევრი პირველად მონაწილეობს, მაგრამ გაუმართლათ ასე ვთქვათ, რადგან ფინალურ შეხვედრამდე მოვიდნენ და ზოგი გასული წლის ჩემპიონატის მონაწილეც არის და მათი თამაშის ტექნიკა შედარებით უფრო დახვეწილია. საქართველოში მე ვთვლი რომ აი ბოულინგი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო კარგი ჯანსაღი და ესეთი სასურველი სპორტი დღეს, რითიც შეიძლება რომ ახალგაზრდები იყვნენ დაკავებულები, დემოკრატიული და ამიტომ იდეა იმისა რომ ეს ჩვენი ბრენდი მენენი დაგვეკავშირებინა სპორტთან, აი აქედან წამოვიდა და დაუკავშირდით ბოულინგ კლუბს. ამ გუნდების ასპარეზობა მომწონს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სპორტია ჯერ აქედან დავიწყოთ რა, ანუ ქართველები მოვგვდით ამ ჭამას, მან და კომპიუტერი და შვენიერი სპორტია, ყველას კუნთი მუშაობს, ესე იგი და რასაური ახალგაზრდები ჩაერთონ ამ აქციაში. მარიამიძე ვახტანგი გაგლოშვილი, მაკა გაგლოშვილი, ნატო ციკლავი ლელა. გვიხარია და მადლობა პირველ სტერეოს, აგრეთვე მენენსპისტიკს და რავი რა, ვეღარაფერს ვეღარ ვიძახი. დიდი მადლობა. ძალიან მოხარული ვარ დაძაბულ ბრძოლაში გავიმარჯვეთ რა. კულტურის უნივერსიტეტის საიუბილეო დღეების აღსანიშნავად შედგა ამავე ინსტიტუტის სტუდენტების მონაწილეობით პრემიერა რეჟისორ სოსო ნემსაძის სპექტაკლისა გერტრუდა. პიესის ავტორი გახლავთ თანამედროვე გერმანელი დრამატურგი ური როთვურსი. სხვათაშორის ბატონი ური ამ დღეებში თბილისში იმყოფებოდა და ესწრებოდა რეპეტიციებს. თავი მოეგვეთოს.
თვითონ ავტორი აღფრთოვანებული იყო, მან გამოთქვა სურვილი, რომ ეს სპექტაკლი თვითონ მიხედოს ამ სპექტაკლს და ცდილობს, რომ იქნებ მოხერხდეს, რომ გერმანიაში განხორციელდეს გასტროლი ამ სპექტაკლით და კიდე იმ სპექტაკლებით, რომელიც ჩვენ გვაქვს აქ სასწავლო პროცესის მიხედვით, რადგან თამუნასთან ძალიან კარგია მუშაობა. თვითონ ბატონ რეჟისორთან იოსებ მემსაძესთან და საერთოდ ძალიან კარგი ჯგუფია მეორე კურსი. ყველა ძალიან მიყვარხართ. ჩემ როლს რაც შეეხება ძალიან მიყვარს და ჩემ თავშიც ხედავ გერტრუდეს. ნამდვილად. თავარი იყო, რომ ადამიანის საზოგადოებას დაუპირისპირდა თავისი სიმართლით და მან კარგად იცოდა, რომ ამ სიმართლისთვის დასჯიდნენ, მაგრამ მან გაბედა და თქვა სიმართლე. არ დაფარა თავისი დანაშაული, აღიარა საზოგადოების დანაშაული, საკუთარი დანაშაული და შემდეგ დაელოდა განაჩენს. აი ეს იყო მთავარი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 31 მაისი მსოფლიოში ანტინიკოტინის დღით არის გამოცხადებული. საქართველოს არ გამოაკლდა ამ დღეს და თბილისში ეწყობა აქცია სახელწოდებით მოდა და კინო თამბაქოს გარეშე. მე სული და გულით მინდა აქ ხელოვნების მრავალი მოღვაწეა ბატონ ავტომასიმაშულთან გადავიდე ავავე. ბატონ ავტო, გთხოვთ. სინდისობა ჩემს ვიღაკობლა, იმიტომ რომ მე საკმაოდ ბევრს ვეწევი და ერთ სული მაქვს, სულში დამთავრდება ეს. ისე რომ გავიდე და მოვწევი. მაგრამ მე აქ სწორედ ითქვა ბატონმა ამირანმა თქვა, მე ისევე როგორც ყველა მშობელს მაღლობს ჩემი შვილების ბედი, მაღლობს ის მოწევენ თუ არ მოწევენ. ამიტომ სიამოვნებით ვერდებ თქვენს მონაზრებას და სიამოვნებით მოვაწევთ. საინფორმაციო ღონისძიება უნდა ჩატარდეს ქვეყანაში. რაც შეიძლება დაწვრილებითი ინფორმაცია უნდა მიეცეს მოსახლეობას თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს ადამიანის ჯანმრთელობისას. განსაკუთრებით ბავშვთა, ქალთა ჯანმრთელობისათვის და არა ვთქვათ აკრძალვითი მეთოდები. თამბაქოს სპეციალისტი ვარ, გახდით საქთამბაქოს მმართველი. და მიუხედავად ამისა, რომ ჩემი ცხოვრების დიდი პერიოდი თამბაქოს დაუთმეთ, თამბაქოს არ ვეწევი. ალბათ ეს იყო მთავარი მიზეზი და ყველას მოგიწოდებთ, რომ ეს შხამი არ მივიღოთ, უფრო სხვა საინტერესო რამ არის ცხოვრებაში და იმ საინტერესოებით დავტკბეთ და თამბაქოს თავი დავანებოთ. იცი რა, მე საერთოდ მომხრე ვარ ჯანმრთელობის და ჯანმრთელი ცხოვრების. მე თვითონ ცხოვრებაში განასინჯიც არა მაქვს სიგარეტი, მაქვს შემიძლია ამით ვიტრაბახო. ატარა ბავშვები როცა უბრალოდ სინჯავენ მაინც თუ როგორი გემო აქვს, აი მაშინაც კი არ გამისინჯია, არც სიგარეტი და არც მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსაწევი ელემენტები. მადლობა. დღევანდელი დღე 31 მაისი არის მსოფლიო თამბაქოს გარეშე და წელი 2003 წელი არის თამბაქოსაგან თავისუფალი კინო და მოდა. და დღეს შევიკრიბეთ და ვიღებთ დეკლარაციას, ეს არის კეთილინების გამოხატვა. ყველა ადამიანი შეუძლია ეს მწვეველი იქნება თუ არა მწვეველი, გამოხატოს ნება და გამოთქვა სურვილი, რომ ეს მართლა ცუდია და დააფიქსიროს ხელმოწერით. 31 მაისს ქორეოგრაფიული სასწავლებლით გამოსაშვების აღამოთი დაიხურა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სეზონი. მოგახსენებთ, რომ ჩვენ ეს სპექტაკლი აქცია ჩავატარეთ და 29-ში ჩვენ არ ვიცოდით თუ რა ბედი ელოდა სასწავლებლებს, მაგრამ გუშინ ეს მინდა რომ აი დავაფიქსირო, ვიყავით ბატონ აკაკი ზოიძესთან და გადაწყვეტილია ჩვენი, ასე ვთქვათ, რემონტის და ჩვენი სასწავლებლის ბედი. ესე იგი, ნოემბერში ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში ჩაგვარდება სასწავლებელი გარემონტებული და ასე ვთქვათ, წყობში. ერთ სიტყვით
2-3 დღეში გადაწყდა ჩვენი ბედი და ძალიან მიხარია რომ ამ აქციამ და ამ შეხსენებამ თავისი საქმე გააკეთა. Дети очень хорошие, очень хотели, вы сами понимаете, что школу кончают один раз в жизни. И, в общем, наш директор сделал такой вот праздник. В последний момент мы решили, что все-таки мы должны детям сделать такой праздник. Да. დღევანდელი აქცია კონცერტი არის ჩვენი გულის ტკივილის გამოძახილი და სწორედ იმის იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული ბალეტი გადარჩება და შესაბამისად, ესე იგი ქართული ხელოვნება აღმავლობის გზაზე დადგება. რომ გამოუწვდის ვინმე ხელს ჩვენ სასწავლებელს, რა თქმა უნდა, დაგვეხმარებიან და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ჩვენი ბავშვები, ცოდვები არიან, არ აქვთ მომავალი. მოგესალმებით მესამე კურსის გამოსაშლელ საღამოზე. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.